მოგესალმებით. დღეს მოდით ვისაუბროთ ჩვენს ქართველ მხატვარზე, უნიჭიერეს ადამიანზე, თავისი კეთილშობილებით, უცნაურობებით, თავისი უბრალოებით და თავისი სიდიადით, რომ დატოვა კვალი და ეს კვალი არის კვალი მანათობელი. ეს გახლავთ ფიროსმანი ნიკალა. დაიბადა ნიკალა მირზაანში ასლან ფიროსმანიშვილის და თეკლე ტოკლიკიშვილის ოჯახში. მას ყავდა დები მარიამი და ფეფე. ისინი უფროსები იყვნენ მასზე და დადასტურებული ცნობა არც ერთი არ არსებობს ნიკალას შესახებ. ყველაფერი არის მიახლოებითი და შეგროვებული არის ეს ცნობები და ძალიან დიდი შრომა გასწია ამ მასალების შეგროვებაში გოგლა ლეონიძემ, გიორგი ლეონიძემ და თუ რამე ვიცით დღეს მის შესახებ, სწორედაც რომ არის მისი დიდი დამსახურება და სხვადასხვა ვერსიები არსებობს, რომ 1862 წელს უნდა დაბადებული იყო, მეორე ვერსიით 1866 წელს უნდა დაბადებული იყო, მაგრამ უფრო 1862 წელი მიიჩნევა ზუსტ თარიღად, თუმცა კიდევ ამბობ, არც ეს არ არის ზუსტი და ესეც მიახლოებულია და ილიასთან და მათ ოჯახთან დაახლოებული პირი იყო ადამიანი ილია, რომელიც ამბობს ამგვარ რამეს, რომ ასე ამბობდაო, რომ 50-ს გადავცილდი უკვე და ასე თუ გამოვთვლიდით 51 წლისა უნდა ყოფილიყო. როდესაც დიტო შევარდნაძემ მკითხა თუ ვინ იყო იგი და რას წარმოადგენდა, კახელი კაცი ვარ, 8 წლისა დავუვლინდი და მას შემდეგ თბილისში ვიმყოფებიო, ასეთი პასუხი გაუცია. ამბობენ, რომ ფიროსმანის მამა გარდაიცვალა 1870 წელს და შემდგომ უკვე ფეფეს და უფროსი და იხსენებს, რომ იგი წამოიყვანეს, ასე ვთქვათ, და საშუალოდ ცხოვრობდნენ, არ ერქვათ არც ღარიბები და არც მდიდრები მათ, ძალიან დიდი ვენახი ჰქონდათ სახლის წინ და მოწნულ ქოხში ცხოვრობდნენ. 1898 წელს ნიკალას აუშენებია ქიზიხში უზარმაზარი სახლი და როდესაც სერიოზული შიმშილობა დაიწყო, ხალხი ყიდდა ყველაფერს და მოდიოდა აქეთ მხარეს და ესენიც გადმოსულან აი ამ შიმშილობის გამო შულავერში და იქ დაუწყიათ ცხოვრება და ძალიან დიდარი სომეხი ყოფილა ქალანთაროვი, რომელსაც მიებარა იგი, მუშაობდა მათთან ერთად, ევალებოდა წვრილმანი საქმე, ეს რაღაცა ნივთების გადაადგილება, მოტანა, იქ ეგრეთ წოდებული სამოვარი ან ჩაის რომ აყენებდნენ ხოლმე, მისი დადგმა, მირთმევა სტუმრებისთვის და ასე შემდეგ. თავისუფალ დროს თურმე იგი ნახშირს იღებდა და აი ამ ნახშირით კედელზე ხატავდა და ულამაზეს ნახატებს ასრულებდა. ქალანთაროვების ბინიდან მოჩანდა მეტეხის ტაძარი. ამბობენ, რომ პირველი სიყვარული აქ ეწვია მას და გახმაურდა ეს სიყვარული და ამიტომ ქალანთაროვების ბინიდან წამოსულა და აღარ გაჩერებულა. ნიკალა მიატოვა ეს სახლი და ძველ თბილისში
სიონის უბანში, ანჩის ხატსა და სიონის შორის, აი ამ ტაძრებს შორის, სადაც ჩახრუხვაძისა და აკოფიანის ქუჩებია, აი ამ ქუჩების გადაკვეთაზე იყო ერთი ძველებური აივნიანი სახლი, სადაც ცხოვრობდა ალოღიშვილების ოჯახი. და ამ ალოღიშვილების ოჯახში დაიწყო შემდეგ ცხოვრება. მანამდე 4 წლის განმავლობაში რკინიგზაში იმუშავა მან, მემუხრუჭე ყოფილა და თანხა შეაგროვა. შემდგომ ეს იქიდან წამოვიდა ამ შეგროვილი დანაზოგით თანხით და მელიქ აზარიანცის სახლთან პატარა დახლიც ქონია გამართული, სადაც მაწონს ყიდდა და იქიდანაც და აქედანაც აღებული თანხა მოაგროვა მან და თავის უბნელთან და თავის თანასოფლელთან ალოღიშვილთან ერთად გადაწყვიტა, რომ საკუთარი დუქანი გაეხსნა. ეს სიღნაღელი მეგობარი გახლდათ ალოღიშვილი და შემდგომ მან თავის სახლში მიიყვანა, როგორც უკვე გითხარით, გადაუღობა მას აივანი, პატარა ოთახი მოუწყო და აქ ცხოვრობდა და რძის პროდუქტებით და თაფლით ვაჭრობდნენ ერთად. ერთხელ ჩასძინებია სიგარეტით თუ პაპიროსი ერქვა ადრე, როდესაც ახვევდნენ ხოლმე ეს თუთუნს. და აი ამან გააჩინა ხანძარი და აქედან ნახევრად უგონო მდგომარეობაში ძლივს გამოიყვანეს, იმიტომ რომ მუშამბაზე შესრულებულ სურათების გადარჩენას ცდილობდა, რომ ეს მუშამბები გამოეტანა და შარვალ ხალათი რაც ეცვა, ისიც კი შემომდნარი ჰქონდა ტანზე და აი აქ ელისაბედმა ალოღიშვილის მეუღლემ, რომელიც ძალიან დიდ პატივს სცემდა მას, უპატრონა, ჩააცვა, დაახურა, ყველაფერი გაუკეთა, მოუარა და პატივისცემა ჰქონდა ნიკალასაც მის მიმართ, ამბობენ, რომ მათ გრძნობა გაუჩნდათ, თუმცა არც ეს არ არის დადასტურებული, მაგრამ უნდა აღნიშნოთ ერთი ვერსია, რომელსაც ძალზე დაჟინებით ადასტურებდა მათი შვილი, საერთო შვილი, ანუ ელისაბედისა და ალოღიშვილის საერთო შვილი მაყვალა, ლამარა უკაცრავად, რომ მათ შეეძინათ ერთობლივად აი ამ სიყვარულის ნაყოფი გაჩნდა, რომელსაც გიორგი დაარქვეს და იხსენებენ, რომ მუშტაედის პარკში ყვარები გასერინება და ეს ქალბატონი სანწაუყვანია ეტლით, ძალზე სასიამოვნო მოსაუბრე ყოფილა, რითაც ღიმილსგური და ამ ქალს ოხუნჯობდა და საოცარ ისტორიებს იხსენებდა და ამ ქალბატონით რუსი ოფიცერი აღფრთოვანებულა ამან განრისხება გამოიწვია ნიკალასი, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და სასწრაფოდ გაეცალა რუსი ოფიცერი მათ. აი შემდეგ უკვე საინტერესო ფაქტი არის გახლავთ ის, რომ ნიკო ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, მას კუჭის მწვავე ტკივილი აწუხებდა და ლოგინად ჩავარდნილა კიდეც, იგი შეიკედლა ელისაბედმა, უვლიდა, მზრუნველობდა მას და ერთხელ გაბრაზებულა ეს კეთილი ქალბატონი და ძალზე უსაყვედური ამისთვის და იმდენად ამაყი ყოფილა ნიკალა, რომ ეს ხმა არ მოუღია, მაგრამ გამოიხურა მათი სახლის კარები და მის შემდეგ იქ აღარც დაბრუნებულა. სამუდამოდ წავიდა ამ სახლიდან. ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩის კვეთაზე, ვერის ბაღებში იყო გაშლილი ეგრეთ წოდებული ბელვიუს ბაღები, ასე ეძახდნენ ხოლმე აქ და აი აქედან იწყება მისი ახალი თავგადასავალი, სიყვარულითა და ტრფობით გადაცება. აქ ჩამოვიდა ქალბატონი საგასტროლოდ საფრანგეთიდან მარგარიტა დე სევრი, რომელიც გამოდიოდა
თეატრში და აი აქ ამ ბაღში სახელდახელოდ გამართულ თეატრში და სიმონ პოპიაშვილი იხსენებს რომ რომელმა ჩალვა დადიანს უთხრა როგორ ყვარებია ნიკოს ეს ქალი რომ მასთან ერთი წელი უცხოვრია სასტუმროში მუშტაედის ვერანდიან რესტორანში მათ ხშირად ხედავდნენ სადაც გაიცნეს კიდეც ერთმანეთი და ფიროსმანი და მარგარიტა აქ იყვნენ ხოლმე იმართებოდა გასტროლები და თუ კი სადმე ყვავილი არსებობდა ყველაფერი ანუ ძალიან ბევრი ყვავილი მიურთმევია ურმით და სხვადასხვის ფიროსმანს ამ დროს არ უჭირდა უამრავ შეკვეთას ეძახდა და საოცრად გალანტურად იცავდა და ზედმეტსახელად გრაფიც კი შეარქვეს და აი ერთი ურემი ყვავილები მიართვა მას ქალის ყურადღება რომ მიეპყრო მეგობარი უშანგის სვანი იხსენებდა რომელიც მეყვავილე ყოფილა რომ იმ დროს მარგარიტას ყვავილებს იმდენს უზიდავდა რომ ჩემი დუქანის დავაცარიელე და მგონი თბილისის მთელი ყვავილებიც კი მივართვითო კარგი საკვები, კარგად ჩაცმულ დახურული ოქროს საათი, ყველაფერი ჰქონდა მას, მაგრამ მოხდა შემდგომ ეს ბოლო 4 წელი განსაკუთრებით გაუჭირდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ალკოჰოლური სასმელიც აიკრძალა და რა თქმა უნდა დუქნებიც დაიკეტა და მას უკვე შეკვეთები აღარ ჰქონდა და აი ამ დროს მოუხდა მას ქონების ნელ-ნელა გაყიდვა და უკვე აქ უჭირს ხელმოკლედ ცხოვრობს ყველანაირ შეკვეთას იღებს თუ კი სადმე გამოჩდება აფრებსაც ხატავს იგი და ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც 1969 წელს ლუვრში პარიზში გაიმართა გამოფენა ნიკო ფიროსმანის ნახატებს ერთი თვის განმავლობაში და შალვა ამირანაშვილი იხსენებს რომ იქ მივიდა ასაკოვანი ქალბატონი და როდესაც აკადემიკოსმა შალვა ამირანაშვილმა ჰკითხა თუ ვინ ბრძანდებოდა იგი უთხრა რომ ის მარგარიტა გახდათ სწორედ რომელიც ნიკოს უყვარდა და ეს ფოტო არსებობს ნამდვილად არის ფოტომემატიანეს მიერ შემორჩენილი სადაც ჩალვა ამირანაშვილი აი ამ ქალბატონთან ერთად სწორედ ნიკალას მიერ დახატული მარგარიტას პორტრეტის წინ არიან ერთად გამოსახული ფოტოზე და არის კიდევ ერთი ვერსია რომ ფეფემ მოუძებნა მას საცოლე ნუ თავიდან დათანხმდა მაგრამ იმდენად იყო მიჩოული იგი თავისუფალ ცხოვრებას რომ არ ვიცი ეს მაინც თითქოს კარგად არ ახასიათებს მაგრამ ეს თავისუფლების დაკარგვად მიიჩნია შეიძლება მან რომ ოჯახურ უღელში შევმა სხვა ვალდებულებებს ითვალისწინებდა და აი ყველაფერი ქორწილამდე მივიდა საქმე მაგრამ მოულოდნელად მიატოვა ყველაფერი და გაქრა საპატარძლოც თვითონ ეს ახალაშენებული სახლი აბსოლუტურად ყველაფერი და ცარიელ-ტარიელი ჯიბე გამოფხიკილი თავისი ფეხით წამოვიდა და ჩამოვიდა ისევ თბილისში მას ყავდა ყოლია მეგობარი ქალი რომელთან ერთადაც ცხოვრობდა ეს გახლდათ რუსი მრეცხავი ქალბატონი მარუსია და მარუსია დახატული ყავს კიდეც რომელსაც ქვია ქალის სათლებით და ერთხელ მეგობრები გახუმრებიან და ორთაჭალის ბაღებში წაუყვანიათ ვითომ ქორწილი გადაუხადეს და საოცარი სანახავი ყოფილა მათი ლხინი ხუმრობდნენ ლაღობდნენ რა თქმა უნდა იქ იყო სადღე გრძელვები იქ იყო ერთმანეთის უდიდესი სიყვარული პატივისცემა და ამას შემდგომ ძალიან სასიამოვნოდ იხსენებდნენ და
ვეფხო აკობაშვილი იხსენებს, რომ 1965 წელს ის მისულა გოგლასთან, მეკითხარით, რომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია გოგლამ, იგივე გიორგი ლეონიძემ მასალების მოგროვებაში და თუ რამე ვიცით, სწორედ მისი დამსახურებაა და ყველას თუ კი ვინმეს ჰქონდა ნიკოლასთან შეხება, ყველასთან მიდიოდა, თვითონვე აკითხავდა და აი ერთ-ერთი მისულა ეს ვეფხო აკობაშვილი იხსენებს, რომ კაბინეტში იჯდა ერთი ავჭალელი მოხუცეო, რომელიც ამტკიცებდა, რომ იცნობდა ძალიან კარგად ნიკოს, რადგან მას ჰქონია აქ დუქანი ავჭალაში და მეორე სართულზე ქირით უცხოვრია ერთ მეგობარ ქალბატონთან ერთად ნიკალას და უთქვამს, რომ ქალაქს გამოვეცალე, რადგან სიწყნარე და სიმშვიდე მომენატრაო და იქნებ აქ მაინც დავისვენო და ყოველთვის თურმე სადილობდა და ვახშმობდა ამ დუქანში და შემდგომ, როდესაც ეს ქალბატონი მუდმივად გადმოვიდა მასთან საცხოვრებლად, მოუკლო დუქანში სიარულსო, ცდილობდნენ, რომ სახლში მოემზადებინათო საკვები და შემდგომ უკვე წასულა კიდეც ამ ქალთან ერთად დაახლოებით 6 თუ 8 თვის შემდეგ ისევ გადასულა თბილისში, ძველ თბილისში, მაგრამ ეს ქალბატონი ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნებულა, მიუტოვებია ნიკოლა და წამოსულა ისევ ავჭალაში. რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს, არ ვიცით, ესეც მიახლოებული ისტორია, ანუ გადმოცემული და ერთი სიტყვით აი 1914 წლიდან უკვე ნიკოლას გაუჭირდა და უკვე მუშაობა აღარ იყო, როგორც უკვე გითხარით, კახეთში წავიდა ამ დროს, ბახუს მისცა თავი და უკვე თითქმის ყოველ დღეს სვამდა და მისი ისტორია მარტო კახეთში არა, სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მხარეებშიც გრძელდება. ეს გახლავთ კახეთი თვითონ, გორში არის ძალიან ბევრი ნახატი, ძალიან ბევრი ექსპონატი, დიდი რაოდენობით აღმოჩენილი კოლექცია. იყო აგრეთვე იმერეთშიც და 1918 წელს, აქაც ორი თარიღია, ზოგი ამბობს, რომ გარდაიცვალა 1918 წელს, ზოგი ამბობს, რომ გარდაიცვალა 1919 წელს, ჩამოსულა იგი თბილისში და ძალიან ცუდად იყო უკვე ამ დროს, იმიტომ რომ საშინლად იკვებებოდა, ამას დაემატა ეს საშინელი ხველაც, ანუ ტუბერკულოზიც ჰქონდა, უკვე ვიცით, რომ კუჭის საშინელი მწვავე ტკივილიც ჰქონდა და სიცოცხლის ბოლოს თავში საფარი უპოვია ერთ-ერთი სარდაფის მასში პატარა ოთახში, სარდაფში, საიდანაც მხოლოდ მაშინ შემოდიოდა სინათლე თუ კარს გააღებდი და აქ სხვათა შორის ახლა პატარა მუზეუმივით არის მოწყობილი, სადაც იგი ცხოვრობდა, მისი ნივთები არ ქონდა ბევრი ნივთი მას, გაახლებული არის ეს და იქიდანაც გამოუშვიათ და შემდგომ უკვე ჩასულა ერთ-ერთ კიბით ქვემოთ უპატრონო ძალიან მოუვლელ მიგდებულ სარდაფში და არჩილ მაისურაძე, რომელიც იქვე ცხოვრობდა, პატარა სახელოსნო ჰქონდა ფეხსაცმელებისა და გამგებლად ითვლებოდა იმ ეზოსი, მოესმა ადამიანის კვნესა და როდესაც ამ მიგდებულ ადგილას ჩავიდა, დაინახა ეს ფლასები და დაძონძილი ისინი ნაჭრებში იყო გამოხვეული, რომ იტყვიან. ნიკოლა საშინელ დღეში იყო, 3 დღე ასე ვარ უპატრონო, ძალიან ცუდად ვარ და ვეღარა ზემოთაც ვერ ამოვედიო, შეუჩივლია მისთვის და გალობლიშვილი ყოფილა
რომლისთვისაც თავისი გადაუდებელი საქმების გამო დაუვალებია, რომ გალობლიშვილს წაეყვანა სამკურნალოდ და ფორნით წაუყვანია გალობლიშვილს და აი აქ უკვე აღარ ვიცით მიხაილოვის ორი ვერსია აქაც რომ მიიყვანეს მიხაილოვის საავადმყოფოში და მეორენი ამბობენ რომ მიიყვანეს არამიანცის საავადმყოფოში. უფრო ვარაუდობენ რომ მიხაილოვში უნდა მieყვანათ, იმიტომ რომ იქ უპატრონო ადამიანებს უწევდნენ მკურნალობას და სასაფლაოც იყოს იქვე, სადაც მარხავდნენ ამ ადამიანებს და სიცხიანი ყოფილა გათანგული და როდესაც წაიყვანეს, ესე იგი ნახევარ დღეში, ესე იგი დღე ნახევარში გარდაცვლილა იგი და შემდეგ უკვე დავით ჩაჩანიძე იხსენებს, რომ ის ყოფილა ნიკალას მეგობრის მეკუდე შაშოს შვილი და ბავშვობიდან თურმე ძალიან ახლო შეხება ჰქონია ნიკალასთან და კარგად იცნობდნენ მას და ამბობს, რომ პირადად შეესწრნენ ვაჟასა და ნიკალას გაცნობას, ანუ ვაჟა ფშაველასა და ნიკალას გაცნობა. საოცრად შთამბეჭდავი იყო მათი გაცნობა, ეს ორი ბუმბერაზი ადამიანი თავისი უბრალოებით გამორჩეული, როგორ ესაუბრებოდა დინჯად ერთმანეთს. ის ამბობდა, რომ მისი დასაფლავება პეტრე პავლეს ტაძრის გარეთა მხარეს მოხდა და ამას ამბობდა აი აქედან გამომდინარე, რომ მეეზოვე ყოფილა ვიღაც ხუხია, რომელსაც გარდაცვლია მეუღლე და ისინი სწორედ პეტრე პავლეს ეკლესიასთან არსებულ სასაფლაოზე მარხავდნენ მას და აი სწორედ 4 თვლიანი ფორანი გაჩერებულა და არამიანციდანო აქ არის რომ არამიანციდან და არა მიხაილოვიდან გადმოუყვანიათ მიცვალებულები ამ ფორნით და ამ ფორანს მართავდაო ვინმე პაჭოა მიშა და იგი ადრე მუშაობდა თურმე საღებავების მაღაზიაში გამყიდულად, სადაც ხშირად შედიოდა ნიკალა და საღებავებს ყიდულობდა. და რა თქმა უნდა ძალიან კარგად ცნობდა თავის კლიენტს ეს პაჭოა მიშა და უთქვამს, იცით, ჩვენი ნიკალა გარდაიცვალაო. მაჩვენ უთქვამს მას ჩაჩანიძეს და გავიქეცით და მღვდელს დავუძახეთო და მღვდელი ყოფილა ალექსი სამადალაშვილი და ძალიან ერთი სამჯერ ოთხჯერ უკითხავს მისი სახელი და ქართველია ქრისტიანია ნიკალა ნიკოლოზი მამაო ასე უპასუხეს და პეტრე პავლეს არქივში არის დაცული ჩანაწერი ასე ამბობენ რომ 1919 და არა 18 წელს 14 პრილს გარდაცვლილა იგი ანუ მღვდლის მიერ არის ჩაწერილი უცნობი ნიკოლოზი აი ასე და შემდგომ როდესაც აქ გეორადარის დანადგარი მიიტანეს 5 უპატრონო მიცვალებული აღმოაჩინეს მიწის სკანირებით პეტრე პავლეს საფლავის სკანირებით და ვარაუდობენ რომ შეიძლება მართლაც იპოვონ ნიკალას საფლავი და ამით მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაში, რადგან დაკარგულია მისი საფლავი და დღემდე არ ვიცით. ქუჩებში, თბილისის ქუჩებში დადიოდა როგორც სიზმარი, იხსენებდა მას ამ სიტყვებით ლადო ასათიანი. მალაკნების 29 ნომერში გაუტარებია, როგორც უკვე ვთქვი, ბოლო წლები, სადაც პატარა მუზეუმი არის მეთქი მოწყობილი უკვე. გუდიაშვილი ხშირად აკითხავდა მას, ну როგორც შეეძლოთ ეხმარებოდნენ და გუდიაშვილს გადაუცია მისთვის დახმარება, მაგრამ როდესაც მესამეთ მივიდა უკვე გარდაცვლილი დახვდა და აი გუდიაშვილთან შეხვედრა არის ძალზე საინტერესო. როდესაც მისულა იმ კიბის ქვეშ პატარა ბნელ ოთახში პატარა საწოლი ედგა პატარა ყუთი რომელიც კარადის დანიშნულებას ასრულებდა და აქა-იქ მიმობნეული იყო მიმოყრილი მხატვრის ფუნჯები და ხელსაწყოები.
მისი ნამუშევრები სწორედაც რომ სოფლიო კულტურის საოცრება გახლდათ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირადი საუბარი არსებობს გუდიაშვილს, როდესაც მისი ნახატების შესახებ უკითხავს, სადაც ძალიან დიდი კონტრასტი იყო, აი მაგალითად მდიდარი ქალბატონი და ღარიბი თავისი ბავშვებით, ან ორთაჭალის ტურფა, იქ ორთაჭალის ქუჩაზე ძალიან ხშირად იყო ხოლმე ასეთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალთა სახლები და ეს მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი არის დახატული ამ სურათზე და შავ ფონზეა იგი დახატული პეპლები და ჩიტები მისთვის უთქვამს რომ ეს შავი ფერი გუდიაშვილისთვის არის მისი ცოდვა აი ეს პეპლები და ეს ფრინველები ეს ჩიტები არის მათი ფიქრები მათი აზრები განუხორციელებელი რომელსაც ვერ შესწრნენ და ვერ განახორციელეს და თეთრი ზეწარი რომელიც აფარია იმიტომ ვახობ ამ თეთრ ზეწარში რომ ამით მათ ცოდვებს ვპატიობო აი ესეთი ჰუმანური და სულგრძელი და კეთილშობილი ადამიანი იყო იგი აღდგომა ღამეს იპოვა მაისურაძემ ერთ-ერთი ვერსიით და 4 მაისს გადაყვანილი იქნა მიხაილოვის საავადმყოფოში კიდევ ამბობს ზოგი ამბობს არამიანში და 5 მაისს გარდაცვლილა და როდესაც გაუკვეთავთ ექიმი მოსულა ამ ფილტვებიდან მოედინებოდა უამრავი სითხე ვიცით რომ უკვე ტუბერკულოზითაც სერიოზულად იყო დაავადებული მთაწმინდაზე მისი სიმბოლური საფლავი დგას სინამდვილეში იქ არ არის იგი დაკრძალული მისი მილიონი ვარდი მილიონალი ხროს ჩვენ ვიცით რომ არაჩვეულებრივად მღეროდა და ასრულებდა ალა პუგაჩოვა რომელიც ნიკალას ეძღვნება და მის მიერ შესრულებულ ნახატს და იმ დიდ სიყვარულს რომელიც მარგარიტასთან აკავშირებდა მას ნიკალა ზე ვიცით ჩვენ რომ არაჩვეულებრივი მიუზიკლი დაიდგა და თემურ ციკლაური ძალიან კარგად ასრულებდა რომ მართლაც სისხორცეულად რომ განიცდი და გადადიხარ იმ ეპოქაში და ნიკალასთან ერთად გადიხარ იმ თითოეულ ნაბიჯს იმდენად კარგად ასრულებდა და გაითავისა ეს თეიმურას ციკლაურმა არაჩვეულებრივი მიუზიკლი იყო ფილმიც არის გადაღებული ფიროსმანის ცხოვრების შესახებ რომელიც გადაიღო გიორგი შენგელაიამ და სცენარისტები ერლო მახვლედიანი და თვითონ გახდა და აქ ართო ვარაზი ასრულებდა მთავარ როლს 1969 წელს იქნა ეს ფილმი გადაღებული მისი ბავშვობის ნიკალას ბავშვობის საუკეთესო მეგობარი ყოფილა ლევან კალმახელიძე რომელსაც შეუსწავლებია პირველად ხატვა მისთვის და 1880-იან წლებში თვითნასწავლ მხატვართან ზაზიაშვილთან ერთად დადიოდა იგი და გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთასაც ამზადებდა იღებდა ქართველ მხატვართა საზოგადოება როგორც ზემოდაც აღნიშნე შეძლების დაგვარად ეხმარებოდა მას როგორც შეეძლო და მისი ნამუშევრების შეგროვებაში დიდი წვლილი მიუძღვით ასევე ძმებ სტანევიჩებსაც მხატვარ კირილს და პოეტს ილიას მხატვრებს დიმიტრი შევარდნაძეს, გუდიაშვილს, კაკაბაძეს და ძალიან მნიშვნელოვანი როლი გიორგი ლეონიძეს 1918 წელს გამოფენა მოეწყო მისი თბილისში იბეჭდებოდა წერილები მის შესახებ გამოიცა კრებულები გამოვიდა წიგნები რუსეთში საქართველოში უცხოეთში გამოფენები დიდი მასშტაბებით იმართებოდა საბჭოთა კავშირისა და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში დაიდგა ნიკოლას ძეგლი მირზანში გაიხსნა ასევე მისი მუზეუმი მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება ასევე
საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის მუზეუმებში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს მის ნახატებში ლხინის თემებს, ვაჭარ ხელოსნებს, მიკიტნებს, თავადებს, მას იზიდავდა ძალიან სოფელი, ბუნება, მედუქნეები, კინტოები, მუშები. ფიროსმანაშვილი ასევე პირველი ანიმალისტი, რომელიც ცხოველებს ხატავდა, ანიმალისტი მხატვარი გახლდათ. გამორჩეულია მისი ჟირაფი, ირემი, თეთრი ღორი გოჭებით, შავი ტახი, თეთრი დათვი, არწივს კურდღელი დაუჭერია. რა თქმა უნდა, ისტორიული სურათებიც და ისტორიული პასაჟებიც იზიდავდა რუსთაველი, თამარი, ერეკლე მეფე, გიორგი სააკაძე, მუშამბაზე ხატავდა, როგორც აღნიშნე. და ეს კედლის მხატვრობასაც ეწეოდა და ხასიათების გამოკვეთა ეს ძველ ქართულ სტილში ქონდა ეს, რომელიც ფოლკლორს ენათესავებოდა და თავისი სტილი ქონდა და ძალიან მნიშვნელოვანი სტილი ქონდა, იმდენად კარგი და მნიშვნელოვანი, რომ გუდიაშვილმა იყო ეს სტილი, იმდენად შეიყვარა ნიკალას შემოქმედება, ძალზე აფასებდა მას როგორც პიროვნებას და მისი შემოქმედებებით აღფრთოვანებული იყო. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ წინა გადაცემაში. ეროვნულ ვალუტაზე არის გამოსახული მისი სახე. სტამბულშიც კი გამოდის ორენოვანი ჟურნალი სახელწოდებით ფიროსმანი. არსებობს ფიროსმანის ქუჩა, 156 ნამუშევარი არის დღესდღეობით ეროვნულ მუზეუმში დაცული მისი. 16 ტილო ეთნოგრაფიულ მუზეუმს გადასცეს და იქ არის დაბრძანებული 350,000 მნახველი ყავს მის ნამუშევრებს ყოველთვის გამოფენაზე. 2006 წლიდან დაიწყო ამ გამოფენების ჩვენება. 2011 წლის მარტში იპოვეს მის მიერ გაკეთებული კიდევ ერთი წარწერა ქვრივიშვილების ოჯახში სახლის კარზე შესრულებული. და 2011 წლის 31 მაისს ერთ-ერთი საქმის გამოკვლევისას აღმოჩნდა კიდევ ერთი უცნობი ნახატი მისი, რომელიც გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ იყო ორიგინალი. ეს გახლავთ, ეს გაუჩინარებული ტილო დაჭრილი ჯარისკაცი, ასე ქვია ამ ნახატს. და ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ იგი მართლაც რომ არის ნიკალას დახატული და შესრულებული და საქართველოს ეროვნულ გალერეას გადაეცა. მისი ნახატები არის ასევე მეზოვე, შავი ლომი, თავადი, ყანწით, ქეიფის შემოდგომაზე თხა, ექიმი ბირზე, კალოზე პურის ლეწვა, მონადირე თოფით და ხაფანგით, მეთევზე, ილიას დანევიჩის პორტრეტი, ყაჩაღმაცხენი მოიპარა, შეშის გამყიდველი ბიჭი, აქლემის მწყემსი, მეთევზე და რა ვიცი, ორთაჭალის ტურფა, ქალის ათლებით, აქტრისა მარგარიტა მამალი და კრუხწიწილი და უამრავი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ტილოა კიდევ, რომელიც არის გაუჩინარებული და დღემდე არ ვიცით, არ მიგვიკვლევია, ისევე როგორც არ ვიცით და არ მიგვიკვლევია ნიკალას საფლავისთვის. და აი ეს არის ის უცნობი ისტორია დაუდასტურებელი ამ დიდი კორიფესი, დიდი ღვაწლმოსილი ადამიანისა, რომელმაც ეპოქა შექმნა, ნიკალა, ჩვენი ფიროსმანი. მადლობა ყურადღებისათვის, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.